ჩემი საუბრის თემაზე, როდესაც ვფიქრობ, აქცენტი ასე გამოკეთებინა, გამახსენდა საერთოდ როგორ შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში განათლების რეფორმის თემა. როდესაც პირველად მედი ცხადია ის გაშორდა მირაჩევაძის მიერ, რომელიც იყო 2020 წლის 22 მაისს, როდესაც მან პირველად ახსენა სიტყვა შეთანხმება და ამასთან ერთად თქვა ესეთი რაღაც, რომ ამდენი სახელმწიფო უნივერსიტეტი ასეთი პატარა ქვეყნისთვის ბევრია და შესაბამისად სულიერ საკმარისია ჩვენაირ მასშტაბებში ქვეყნისთვის, რომ გქონდეს ორი სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთი თბილისში და ერთი ქუთაისში. და მაშინ ჩემი ასოციაცია ამაზე იყო გამოსცემდა ორი გიმნაზია საქართველოში, ანუ თბილისის გიმნაზია და ქუთაისის გიმნაზია და რაღაც მეფის რუსეთის სინამდვილისკენ წავიდა ეს ასოციაციური ჯაჭვი. აქედან გამომდინარე, ასე ვთქვათ, შევეცდები, რომ ვისაუბრო აი ამ კოლონიალურ თუ პოსტკოლონიალური პერსპექტივიდან იმაზე, რა სინამდვილეში ვართ ჩვენ და რითი შეიძლება იყოს სამომავლობა ესეთი დაპირებული. მოხსენებათ, რომ რუსული იმპერიალიზმი, ასე ვთქვათ, საქართველოსთან მიმართებაში იმაღლებოდა ორ ძირითად პოსტულატს. ეს იყო განათლების ეკონომიკის აღწევა ქართველებისთვის და მეორე ასევე იყო ძალიან აქტიური სოციალური ინჟინერია. ანუ საბჭოთა სინამდვილეში მოხდა სოციალური ინჟინერიის შესახებ ჩვენ უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს, თუმცა ანექსიის თანავე უცებმა დაიწყო ამ სოციალური ინჟინერია, რაც გამოიხატა, ასე ვთქვათ, კავკასიაში ტურკი მოსახლეობის ასახლებაზე ორიენტირებულ პოლიტიკაში და მოსახლეობის ჩანაცვლება. აი ეს ტენდენცია ძალიან კარგად აქვს აღწერილი მიუხედავად თავის 1913 წლის ესეში ქართველი ერი და საქართველოს ტერიტორია, სადაც მსჯელობს ყოველ იმაზე, რამდენად შეიძლება ასე ვთქვათ წარმოვიდგინოთ ქართველი ერის შენარჩუნების პერსპექტივა თუ ის თავის ტერიტორიას მოსწრება და თავის გვირ ტერიტორიას მოსწრება. ამაზე სამიყვაზე პასუხი ახსნა შეუძლებელი იქნება ქართველების შემთხვევაში, რომელსაც ასიმილაციის მაღალი მაჩვენებელი აქვს, ვთქვათ, თბილისი თავის სახელს წერია. და ამ საკითხთან შეგუებით ის მიმოიხილავს ზუსტად აი იმ სოციალური ინჟინერიის ექსპერიმენტებს, რომელიც გაიარა საქართველოს დღიდან, ასე ვთქვათ, რუსეთის იმპერიის მიერ მისი ანექსიისა და გამოიხატებოდა ასე ვთქვათ ესეთი დიდი დასახლებებით და გადასახლებებით პარალელურად ქართული მოსახლეობისა. ეს არის ერთი ასპექტი და მეორე ცხადია განათლებასთან დაკავშირებული საკითხი, ისე რომ ვიცით, რომ მთელი საუკუნის მანძილზე ვთქვათ, ქართველები ვერ ეჯვსნენ იმას, რომ აღწევს უნივერსიტეტი. აღსანიშნავია ის, რომ აი ეს პოლიტიკა რუსეთს აღებული აქვს პრინციპში რუსეთის სამეფოსა და იმიტომ რომ რუსეთის სამეფოს მაშინ როდესაც ის იმპორტს გერმანულში გერმანულ მიწათმოქმედებს არ იყო რუსეთის სამეფოს შემადგენლობაში, მაგრამ Finance, asset targets, პირველი არის ის, რომ აიქმნეს ქერნის შუასაუკუნეობიდან მოყოლებული უნივერსიტეტს და მეორე არის ის, რომ ასე ვთქვათ, სამხედრო ბაზებს, ასე ვთქვათ, იქ არ ისეთი მათ დისლოკაციაზე ხარჯებდა და მოსახლეობის შემთხვევაში არ იყო სოციალური იარაღი და მეორე მხრივ არ იყო სოციალური უნივერსიტეტი განათლება, რათა ამ ინოვაციური იდეების შემდგომში მათ უკეთეს ცხოვრებას პრეტენზია არ გაუჩნდეთ. ასე რომ ქართველებად შევხედავთ იმ სტრატეგიას, როგორც რუსეთის იმპერია რეფორმა საქართველოს, ამაზე უსული კვალი აქ შეიძლება მოსაწყვეტი ავიღოთ. ახლა ძალიან საგულისხმოა ის, თუ რატომ გახდა რუსეთის იმპერიისთვის ასე ვთქვათ სახელმწიფო მნიშვნელოვანი ის, რომ საქართველოში კარგი განათლება და ევროპული განათლება, იმიტომ რომ სამხედრო განათლების სწორედ ამ სკოლებში არ ყოფილიყო ხელმისაწვდომი მოსახლეობისათვის. ჩემი პასუხი ამ კითხვაზე იქნებოდა, არის რომ
ვცნობთ, რომ ეს პრინციპში რუსეთის სახელმწიფო ინტერესებთან არის თავი გადაჭრილი და რაც გულისხმობ დრამაში. რომ მოგეხსენებათ რუსეთი, რომელსაც ძალიან სურს 19 საუკუნეში რომ ჩაეწეროს ევროპულ კლუბში და გახდეს ევროპული ტიპის იმპერია, მიენიჭოს სტატუსი. ამ თვალსაზრისით მას აქვს პრობლემა. ეს პრობლემები დაკავშირებულია გეოგრაფიასთან, იმიტომ რომ ის აზიაში უფრო დიდი ტერიტორიას იკავებს, ვიდრე ევროპაში და ესპანეთსა და ორივე კონტინენტზე არის გადაჭიმული ერთის მხრივ. და მეორის მხრივ მას არ აქვს კენჭადაღმა კოლონიები, ხო? ანუ ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა იმ პერიოდში ევროპულ კლუბში გაწევრიანებისთვის. რუსეთის არის საბჭოთა დემოკრატიის ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა და ასე შემდეგ. ასე რომ რუსეთი, რომელიც იპყრობს თავის მეზობელ ხალხებს და ტერიტორიებს და განსაკუთრებით რასაც ვიტყვი ეხება სწორედ საქართველოს და კავკასიის რეგიონის შესაბამისად ცენტრალურ აზიასაც იწევს მათგან თავისი ორიენტის, თავისი აღმოსავლეთის კონსტრუირებას, მათ ორიენტალიზაციას და იმის მტკიცებას, რომ მართალია მას არ აქვს კენჭადაღმა კოლონიები, მაგრამ მას აი ეს ეგზოტიკური ხალხი ყავს დაკრული. და თავარია ამ კავკასიის მათ შორის ესეთი ორიენტალიზაციის და ეგზოტიზაციის ფონზე ისახნეს საკუთარი ევროპული იდენტობის კონსტრუირებას და ეს ჩვენ პრინციპში შეგვიძლია დავინახოთ კლასიკური რუსული ლიტერატურის ყველა მნიშვნელოვან წარმომადგენელთან დაწესებული ლეონტოვი თუ ასე შემდეგ. შესაბამისად აიშლება ეს კოლონიური კლიშეც ველური კავკასია, ძირ კავკასია, რომელიც თქმა უნდა თუ ჩვენ კავკასიაზე ვსაუბრობთ, ანუ დაუშვათ ტერიტორიაზე, სადაც ოქროს საწმისი, საიდანაც დაიწყო პრეზიდენტმა სადაც პროლეტარი იყო მიჯაჭვული, ხო, ანუ ტერიტორიაზე, რომელიც ამ ბერძნული კულტურის ძირებთან და შესაბამისად ევროპული კულტურის ძირებთან ასე ჯერ არის დაკავშირებული, ამ შემთხვევაში ეს ველური კავკასიის კლიშე ამასთან საკუთარ თავზე უნდა იყოს, მაგრამ ფაქტი არის, რომ ეს ხდება ამ ტერიტორიის დაღი, მათ შორის მთელი საბჭოთა პერიოდის დროსაც დიდი ჯგუფი ამ საბჭოთა პერიოდშიც რომ ეს არის ეს ველური ტერიტორია, რომლის აკულტივირებასაც, რომლის ევროპეიზაციასაც ახდენს რუსეთის სწორედ აი თავისი ექსპანსიის შედეგად და შესაბამისად ეს არის კულტურული სუპერიორული აღმოჩენების მტკიცება, რომლითაც ის ოპერირებს შეიძლება ესე ვთქვათ ჩვენს სივრცეში და ჩვენთან მიმართებაში. საერთოდ ეს კოლონიური ხატები მაგალითად კიდევ უფრო მეტად მძაფრდება კინემატოგრაფის პირობებში, მაგალითად რომ გამოსცემთ თქვათ ყველა ცნობილი საბჭოთა კომედია, სწორედ ეს თქვათ აი ამ ხატების ფედერაცია აღებული, ხო, მაგალითად მინო არის ერთ-ერთი მაგალითად კოლონიური აზროვნების შექმნილი ფილმისა, სადაც მაგალითად საქართველოს რუჯოვის მოძლის გახსნა უნდა ასწავლოს რუსმა პილოტმა, იმიტომ რომ ის თვითონ არის ეს კულტურულად როგორ გახსნა რუჯოვის მოძლის და ასე შემდეგ. მოკლედ, შესაბამისად, აი ეს ამოცემულობის კონსტრუირებისთვის ფაქტობრივად აიმპერიის პოლიტიკაში შეიძლება იმისათვის, რომ ქართულ სინამდვილეში წაიშალოს ევროპულობის ყველანაირი კვალი და შეიძლება ისიც, რომ ჩვენი კულტურის ეგზოტიზაცია მოხდეს. ამიტომ პრინციპში ჩვენს საზოგადოებაში ყველასა და ხედავთ ესეთ თვითონიალიზაციის და თვითეგზოტიზაციის მსგავსებას შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს არის სწორედ ეს რაღაცა ინტერნალიზებული კოლონიალური კლიშე, რომელიც ამ შემთხვევაში ქართული სამეფოობა იქნება. და შესაბამისად აი ეს ევროპული ნაკვალების წაშლა ყველაზე უფრო თვალსაჩინოდ ეხება ალბათ მე-18 საუკუნეს, მე-17 საუკუნეს და აი ამ კათოლიკე მისიონერების მემკვიდრეობას, რომლის შესახებ შესანიშნავება და ჯგუფმა და ესე ვთქვათ,
იმას და შესაბამისად ჩვენს მეხსიერებაში, ჩვენს ისტორიულ მეხსიერებაში და ჩვენს ისტორიულ ნარატივში მისი გასასრულება სწორედ ვთქვათ აი ამ კოლონიალური ისტორიოგრაფიიდან გათავისუფლების გზით გახდა შესაძლებელი. ასევე საინტერესო არის ის, რომ დაჟინოთ ჩვენ აი ქართულ კულტურის სინამდვილეში განათლების ტენდენციებზე ვსაუბრობთ და განათლების საკითხებზე ხალია ვახსენდება ყველას პირველი ყოვლისა 19 საუკუნის სამუსიანელები ილიაჭავჭავაძე და მისი თანამოაზრეები მაგრამ მე ვიტყოდი რომ უფრო ადრეც შეიძლება მოინიშნოს ეს ევროპული განათლებისაკენ სწრაფის ჰორიზონტები და უფრო ადრეში ამ შემთხვევაში გულისხმობ ანტონ კათალიკოს და მის მემკვიდრეობას, რომელშიც დაწინაურებული ვარ, რომ ფილოლოგიური განათლებით. ანტონ კათალიკოსი არის ის ადამიანი, რომელიც მე-19 საუკუნეში, ანუ მოცემულობაში, როდესაც აღმოსავლეთ საქართველოს ირანს ებრძვის, დასავლეთ საქართველოს ოსმალეთის მიერად დაპყრობილი, ამ მოცემულობაში იწყებს განათლების პროექტს ფიქრს და იწყებს იმაზე ფიქრს, რომ ქართულ საზოგადოებრივ სივრცეში შემოიყვანოს ის ავტორები, ანუ ქართულ საზოგადოებრივ სივრცეს გააცნოს ის ავტორები, ფილოსოფიური ავტორები, რომლებიც ჩვენ გავუტოვებთ. ამ შესახებ ის ძალიან სურს, რომ ჩვენ ძალიან ჩამოვჭირთოთ და ამ ჩამოჭრაში ცხადია გულისხმობს იმ პერიოდს, რომელიც ანდრონის სინამდვილეს აშორებს პეტრიცის სინამდვილისა, რომელმაც ელემენტებზე კომენტარები დაწერა და ის ქართულად თარგმნა. შესაბამისად, ანტონი იწყებს თავის ჯერ ფილოსოფიურ ნაშრომში, სპეციალში, რომელიც იქ იწყებს გერმანელი დომინიკანელების სკოლიდან ფილოსოფიურ თეოლოგიური ნაზრების ციტირებას ძალიან აქტიურად და ამ პროცესში არის ძალიან საინტერესო რა რომ მიუხედავად იმისა რომ ეს გერმანელი დომინიკანელთა ორდენი ეს არის პრინციპში შეიძლება ფილოსოფიურ თეოლოგიური სკოლა რომლის ნაზრების საფუძვლად დაედო შემდგომში ინტელექტის თეორიის განვითარებას და ინტელექტის თეორიის მეროვე სეკულარიზებულ გადათარგმნას გერმანულ იდეალიზმის წიაღში ამ გერმანულ დომინიკანელებში და ზოგადად დომინიკანელთა ორდენში ყველაზე უფრო ავტორიტეტად მიიჩნეოდა თომა აკვინელი, იმიტომ რომ ის მიიჩნეოდა როგორც ანგელიკუსი, რომელმაც შესაბამისად ყველაზე უფრო კარგად აიგო ერთისწორ არისტოტელეს და ყველაზე უფრო კარგად მიუსაჯა ის ქრისტიანულ თეოლოგიას. და მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდოდ ანტონს ჰქონდა ამ შესახებ ცოდნა თომას ავტორიტეტის შესახებ, ის როდესაც ცდილობს, რომ არისტოტელეს თეორიული ნაშრომების რეზუმირება გააკეთოს თავის სპეციალში, ამოიღოს ძირითადი თეზები არისტოტელესი და აკომენტიროს ის და ქართული მითოლოგიის შესახებ გავხადოს, აქ უდიდეს ავტორიტეტად მიიჩნევს ალბერტ ლიძს, ანუ ალბერტუს მაგნუს, როგორც შუა საუკუნეებში უწოდებენ, ანუ ადამიანს, რომელმაც არისტოტელეს de anima სულის შესახებ ეს ტექსტი თარგმნა ლათინურ ენაზე კომენტარები გაუერთო და პრინციპში ამით საფუძველი ჩაუყარა სწორედ აი იმ ინტელექტის თეორიას, რომელიც წამყვანს. და შესაბამისად, ასე ვთქვათ, აქ მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი ელექტრონულია, იმისა, რომ ცხადია ანდრონიას, აღმოსავლეთ ქრისტიანულ ავტორიტეტებს მიმოსწევს, ერთმნიშვნელოვნად, როდესაც ის სულის შესახებ მისდევს და მისდევს არისტოტელეს ამერეთის შესახებ, მისთვის იგი ალბერტ ლიძი არის შეუვალი ავტორიტეტი. სავარაუდოდ ალბათ ესეც იყო იმისი მიზეზი, რატომაც მას დასდეს ბრალი კათოლიციზმის გავრცელებაში და ვიცით რომ ის შესაბამისად კათოლიკოსობიდან გადაყენებული იქნა. აქ აღსანიშნავია, რომ როგორც ჩანს სამეფო მიტინგების
შეიძლება მოყვებოდა ამას, იმიტომ რომ მეფე თეიმურაზ მეორის კარის მოძღვარი იყო გაგაშვილი, რომელსაც პროცესი დაიწყო ანტონის წინააღმდეგ გამოსახველა ზაქარია გაგაშვილი და შედეგი იყო ის, რომ ანტონი ჯერ დააპატიმრეს და მე მაითხოვა, რომ დავუშვათ ქვეყანას დავტოვებ, გადავასახლეთ და დავუშვათ თავისუფლად განიცდები, ეს სურვილი ეს თავისუფლად დაუმალყოფილა და ის ვიცი რომ გადაასახლეს რუსეთში. გადაასახლეს თავისუფლად 10 წელი ცხოვრობდა ამ ექსოდიაში. აქ საინტერესო არის რა რომ ამ 10 წლის მანძილზე რომელიც რუსეთში გაატარა აქ ის ხდება რომ კი მოხდანაში რომელსაც აქვს პრეტენზია ევროპულობაზე მაგრამ სამწუხაროდ ვინც განსაცდელს რომ ეს არის კამბულ პარიზსა და კამბულ შვეიცში შეგუებული არცმთლადებობა იმიტომ რომ ის იქ არის მაგალითად რუსი თეოლოგების ან თვისატყუილების ტექსტების თარგმნას ან ფილოსოფოსების თარგმნას ის იქ იწევს იმ კონტექსტშიც ევროპელი ავტორების ტექსტების თარგმნას და მათ მოძიებას და ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია რომ ლაიბნიცის ვოლფის სკოლა რომელიც პერიოდში არის ძალიან პოპულარული ხდება მისი ინტერესის სფეროში და შემთხვევაში ის ინტერესის სფეროში ლაიბნიცის ვოლფის ნაზრები ექცევა ასოლის პოპულარიზატორის ქრისტიან ბაუმაისტერის ნაშრომების გზით და ანტონი რომელსაც აქვს თავში ეს განათლების პროექტი რომ საჭიროა ქართველებისთვის ლიტერატურის თარგმნა და ისინი ეზიარო აი ამ ევროპულ საზღვარგარეთ გამოცდილებას იწყებს ბაუმაისტერის მთელი შრომების თარგმნას ქართულ ენაზე ეს ექსპერტი ჩვენთან გვაქვს ხელნაწერების სახით და ციფარი იქნება რომ ეს გამოცეს და ეს მათი შესწავლა საფუძველი და აქვე არის საინტერესო რა რომ ანტონს რომელსაც უკვე აქვს ეს გამოცდილება რომ როდესაც მან ღიად გააციტირა თავის ტექსტებში კათოლიკე მოაზროვნეებმა კათოლიკე ციფრში დასწრეს ბრალი ამჯერად არის ხილი და ამჯერად იწყებს ანტუან ბუდინის არის მეშვიდე საუკუნის ფილოსოფოსი და თეოლოგი მისი ნაშრომის ციკლს ანტუან ბუდინი პერიოდი საქართველოში ვერავინ ვერ მიხვდება ის ელაპარაკი თან ალიტერაციას მისი გვარი ატმოსფერის ხელნაწერში როგორც ანტონ კოვიდი ხელნაწერში ანტონ კოვიდი მაგრამ სწორედ იდენტიფიცირება რომ ანტონ კოვიდის ელაპარაკი შეგვიძლია გავაკეთოთ მისი მთავარი ნაშრომის რომელიც სწორედ ანტონმა გადათარგმნა და ეს არის ძელობა სისტემატიზაცია მოახდინოს თომაგნერის ნაზრებისა ეს გავრცელებულ საზოგადოებრივ გამოვიყენებოდა ხოლმე ამ 18 საუკუნეში ასე რომ ამგვარად ფაქტობრივად აი ამ ბუდინის გზით უკვე თომაგნერის ნაზრები არის ის რომელიც შემოდის როგორც თარგმნილი ლიტერატურა ჩვენში და თავად ანტონის მეორე შრომაში რომელსაც ის სპეციალიზაციის შემდეგ დაწერს კათოლიკეს სიმეტრიაში უკვე ციტირებს აი კოვიდს როგორც ის თავად უწოდებს ამგვარ ლიტერაციით და ციტირებს ბაუმაისტერს და როგორც ჩანს ეს უკვე ამგვარად შეფუთვა აი ამ ასაუბრի ნაზრებისა ამჯერად ლექტური აღმოჩნდა იმიტომ რომ ამის შემდეგ გადაეცემა რომ მისთვის უკვე ბრალდება კათოლიკის გავრცელებაში აღარ წაუყენებია. თუ მითხრით რომ მასწავლებლად 10 წლიანი რაღაცა ეპიზოდის შემდეგ ის ერებრეულობა დაუბრუნდა საქართველოში და იგივე სინოდმა რომელსაც დაუბრუნდა 10 წლის წინ ახლა სიტუაცია დაიჭირა როგორც ჩანს ეს ჩვენს ტრანსფერცია და თვალის რაც მანამდე სწორად თავად დაგმედა წავაკრობით სიტუაცია ვარა და შესაძლოა ის გამოსtildeება აჩვენებს პრინციპში იმას რომ არა მხოლოდ მე-20 საუკუნეში როდესაც ქართულ უნივერსიტეტს ჩაეყარა საფუძველი მაშინ მოეწყო ქართლის საგანმანათლებლო სივრცე ევროპულ აერეს და უნივერსიტეტის მიხედვით არამედ მაშინაც კი როდესაც ჩვენ ესეთ რთულ პოლიტიკურ თარიღში ვიყავთ როგორშიც ანტონ სუწა
სისტემის გადამანათლებლო სინამდვილეზე იყო ფიქრი და განხილებოდა საგანმანათლებლო პროექტი, ეს განხილებოდა სწორედ ევროპული საგანმანათლებლო მოდელის მიხედვით და განხილებოდა როგორც იმ ინფორმაციაზე ბრძოლის გარანტია, რასაც სწავლობენ ევროპაში. და ამ თვალსაზრისით კიდევ ალბათ ამ კონტექსტში უნდა ვახსენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რაც დგას ევროპული უნივერსიტეტი და ევროპული განმანათლებლობა, აკადემიური თავისუფლება. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ დღეს აი ამ ატომთან დაკავშირებულ კითხულობთ ტექსტებს, ჩვენ ძალიან ბევრი ცნობილი მეცნიერი, ადმინისტრაციული მეცნიერი, მაშინ როდესაც საკითხი ეხება იმ კითხვას, იცოდა თუ არა ანდრომა ლათინური, თუ ის რუსულის გზით თარგმნიდა ამ თავის ტექსტებს. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული ფაქტები გვეუბნება იმას, რომ მაგალითად ბაუმეისტერის ფიზიკა რუსულად ითარგმნა 1985 წელს და ანდროს ამბეჭდის ტექსტური თარგმანი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ეს ჩვენი ღვაწლმოსილი მეცნიერები წარსულში, რომლებიც სწორედ აი ამ კოლონიურ საბჭოთა პარადიგმაში არიან მოხსენიებული და წნევის ქვეშაც, იმიტომ რომ შეიძლება აი ეს რუსის განათლების იმიჯს მიაწერეს შვილი და შეიძლება რომ აღნიშნოთ და აღიაროთ, რომ ქართულში შეიძლებოდა რუსული მედიაციის გარეშე ხონოდა პირდაპირ ევროპულ კულტურაზე, აი ამას ვერ ამბობ. და ამის სიტყვა რა თქმა უნდა არის ძალიან სერიოზული სასწავლებლად აკეთებდა, ხედავ ვთქვათ როგორ რევერანსებით ცდილობენ ისინი ვთქვათ ვერდი აღუარონ სინამდვილეს, რომელიც პრინციპში უშუალოდ ვთქვათ ამ ქარიერების მიღმა. ასე რომ აი ეს გამოცდილებაც გადააჩვენებს იმას, თუ რამდენად ძვირფასია სამეცნიერო კვლევისთვის აკადემიური თავისუფლება, also ideologuri znanstven თავისუფალი აკადემიური გარემო, ისედაც რა შეიძლება სკოლები, რომლებიც ისტორიის რეკონსტრუირებას აკეთებენ, ისე და მოხდენ, ისე როგორც ის იყო. ეს იყო შემეცი ფასინდა და იმათოა. სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებული, ჩვენი სადოქტორო პროგრამა, რომელიც ჰქონდა ფილოსოფიაში ორმაგი ხარისხის პროგრამა მისცემს უნივერსიტეტთან, სწორედ ამ პროგრამის გარშემო დაასრულა ახლა ხალხის საცერდაციო ნაშრომზე სადოქტორის ხარისხი და მისი ციკლი უკვე ვიცით რომ გამყურება სპიკერში და მოხარული ამისი, იმიტომ რომ კიდევ ერთი ქართული პუბლიკაცია შეემატება საერთაშორისო ფილოსოფიის პუბლიკაციაში მონოგრაფიას უწევს. ყოველში სტატიები ესეთი საზეიმო შეიძლება არის. ეს ირონია ჩემთვის არის, რაც ჩემი ირონიული გამოცდილების ირონია, არის ჩემთვის იყო შეფასება, რომ სივრცე დარჩა საქართველოში ჩემთვის და ჩემნაირი ადამიანებისთვის. რა განვითარების სივრცე დარჩა საქართველოში. რადგან ის სივრცე, რომელიც იდეოს უნივერსიტეტმა მომცა, მე სხვაგან ვერცად ვერ ვიყავ. ვერც ამ ქვეყანაში და მაგალითად და ეს ჩვენებური განვითარების სივრცე ვერც საქართველოს ფარგლებს გაერთოს. მე ბაკალავრზე სხვაგან სწავლობდი და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი აკადემიური კარიერა ჰქონდა ბაკალავრზე და ალბათ უნდა გავიზარდე იქაც, სამაგისტრო პროგრამაზე მიმართულებით შევიცვალე და უნივერსიტეტში შევიცვალე და განაზრებულად არჩე იეს უნივერსიტეტში სწავლა და ჩემთვის რეალურად რას ნიშნავდა იყო სამეცნიერო კარიერის ნაწილი გავიგე იეს უნივერსიტეტში და იეს უნივერსიტეტში იყო ადგილი. სამეცნიერო
გარემოს ნაწილად ყოფნა რას ნიშნავს, გულისხმობ იმას, რომ რას უნდა ნიშნავდეს პირველი კურსის მაგისტრატურის სტუდენტისთვის. ხო, ნიშნავს იმას, რომ შენს აზრებს უსმენენ, არგუმენტის ჩამოყალიბებას გასწავლიან, შემდეგ ამ არგუმენტის განვითარებას გასწავლიან და ცოტა მერე კიდევ იმას გასწავლიან, რომ არ გვხვდება ეს არგუმენტი არსებობს და შესაბამისად კრიტიკულ აზრებას იღალიბებენ. და ეს სიუჟეტის კრიტიკულ აზრებას იღალიბება რამხანდება არ არსებობს. მუდმივად ამ კრიტიკული აზრების კრიტიკული განვითარების ნაწილი ხდება და შემდეგ რაღაც ეტაპზე შენს გადაცემ შენზე უკვე ვნაპატარებს ამ კრიტიკული განვითარების მნიშვნელობას და ღირებულებას. შესაბამისად ფილოსოფიას სწავლობთ თავისთავად, განვითარების არამხოლოდ რაოდენობის დისციპლინური ცოდნა მიიღე, განვითარების ჩამოყალიბება აზრების სტილი ამ პროგრამაში. და ამას ყოველთვის ვაგანავებ, რომ ის როგორც ერთად საუბრობ, როგორც ერთად ფიქრობ რა, როგორც ერთად ვიყურებ რა, ენერგიას უყურებ ცხოვრებას, ეს ყველაფერი ჩამოყალიბება იეს უნივერსიტეტმა და უფრო კონკრეტულად აზერბაიჯანის უნივერსიტეტში არსებულმა ფილოსოფიის პროგრამამ. ჩემთვის პირველ რიგში ეს იდენტობა, რომელიც ჩამოყალიბდა იესში არის ანგარიშვალდებულება, როგორც მეცნიერის და ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე და უნივერსიტეტის წინაშეც. ანგარიშვალდებულება ის, რომ შენს სიტყვაზე, შენს არგუმენტზე ხარ ასოცირებული შენ. და რაც მთავარია, მასწავლე რას ნიშნავს არა მხოლოდ ლექტორების მხარდაჭერა, პროფესორების მხარდაჭერა, შენ კურსელების მხარდაჭერა, არამედ ინსტიტუციური მხარდაჭერაც. და რა მნიშვნელობა აქვს ერთი ადამიანის განვითარებაში ამ ინსტიტუციურ მხარდაჭერას, რომ ვერანაირად ვერ მოხდება ეს განვითარება თუ ერთი ადამიანის იმედად ხარ უნივერსიტეტში და ჩვენ არასდროს არ ვიყავით უნივერსიტეტში ერთი ადამიანის იმედად ვიცოდით, რომ არასდროს არ ვიყავით ერთად მარტო და ვიყავით რაღაც ძალიან დიდი ნაწილი. ვართ ჯერმიდან ძალიან დიდი ნაწილი, როცა რომ დავამთავრებ ერთად მე ეს პროგრამა. შემდეგ როდესაც ჩემი თემა იყო ადამიანის მორალის გაზიარება და ერთი როლი იყო ბოლოს შემდგომობა. მაგრამ როდესაც ამ თემას ვახსენებ ხოლმე, ხან აი საკაუსაც მეკითხებიან, რომ ახსნა და შემდეგ რატომაც ადამიანებს იმის თავისუფლება უჩნდება, რომ რამდენი სწავლებია ჩემთვის გერმანიაში. არადარია, რომ სამაგისტრო ნამუშევარი იყო ჩემთვის საფუძველი, რაც შემდეგ სადოქტორო ნამუშევრად გადაიქცა და გაძლიერდა. და ეს იმედად ჩარჩორას რაში სწავლე. ჩემი სადოქტორო ნამუშევარი იეს უნივერსიტეტში შეიქმნა თავიდან ბოლომდე. თავიდან იყო ძალიან საკამათო და ძალიან ახალი და ძალიან წარგაცაწევი თემა იყო ფილოსოფიაში, თუმცა არასდროს ჩემთვის ეს არავის არ უცნობინებია, სანამ მე არ გავიგე ჩემი სხვადასხვა პუბლიკაციების კითხვის დროს, რომ ძალიან ახლებურ რაღაცაზე წერდი და თუმცა არ ყოფილა ეს ჯერიდან დამკვიდრებული რაღაცა ფილოსოფიაში, განსაკუთრებით ფილოსოფიაში. მიუხედავად ამისა, სრული თავისუფლება და სრული ხარდაჭერის სივრცე მქონდა ადამიანის განვითარებისთვის ჯერიდან სამაგისტროს ეტაპზე და სწორედ ამ თავისუფლება მოხდა ჯერ გამბედაობა ის რომ შევიდა საერთო სადოქტოროს აპლიკაცია თუ ამიჩნევენ სადოქტოროზე და შემდეგ ეს შესაძლებლობა მოხდა საერთოდ საქართველოში იყო თავმჯდომარე ჩვენი პროფესორების და ჩვენი ლექტორების დამსახურება. რაც შეეხება თვითონ სადოქტორო პროგრამას, სადოქტორო პროგრამას ერქვა დემოკრატია და რესპუბლიკა რელიგია. და იყო პრაქტიკულ ფილოსოფიაში. ამ სადოქტორო პროგრამის პროგრამაში ბევრი სხვა გამიგე განათლებაში, სხვადასხვა პროგრამებში და ამ წუთას სრული ასპეცირებული შემიძლია თქვა ის, რომ ვერ ჩამიაცვლებდა ამ გამოცდილებას და ამ შესაძლებლობებს თუ და გადაწყვეტილებას თუ რა ყოფილიყო ცხოვრებაში სხვა ვერაფერი. ისეთი რაღაც მოხდა იეს უნივერსიტეტმა, რომ მოხდა საშუალება დასრულებად იუნის უნივერსიტეტში და მოხდა საშუალება არა მხოლოდ იმის, რომ არსებობდა ეს პროგრამა, არამედ იმის, რომ თავდაჯერება ჰქონდა, რომ გამოსულიყო და გვესაუბრა სხვა ენაზე, სხვა კულტურაში, სხვა ინტელექტუალურ გარემოში და სულიად თანაბრად ვცნობდით თავიდანვე იმ გარემოსთან თავს ვფრენდე და ეს რაღაცა ამის ხომრაბა მომერსო. თანაბრად თავი გამივიდოდი, იმიტომ რომ აქ უკვე იქ ხარისხი იყო და იქ მოთხოვნა იყო ჩვენს იმას, რომ არაფერი განსაკუთრებულ სხვას არ გქონდა. ასე იყო. შესაბამისად, ერთადერთი რაც ეხლა ამ წუთას ვფიქრობ ხოლმე, რაც გვიწევდა არის ის, რომ თუ სხვა გამოცდილებას უზიარებ ჩემს ცოტათი უფრო პატარებს, ამ გამოცდილებას ვერ გავუზიარებ. იმ ხრივ, რომ ვერ ვასწავლებ თუ როგორ უნდა გაიარო ვიდეოზე, ან ვეცდები როგორ უნდა გააკეთო ვიდეოს სადოქტორო პროგრამაში და ჩავარდა, რომ ეს სადოქტორო პროგრამა არ არის.
და მხოლოდ ჩვენ ვიყავით და დასრულდა მიუხედავად რომ გაგრძელების დამცველი ჰქონდა მეორე მხარესაც ძალიან. თუმცა ეს გამოცდილება ჩვენთვის ნიშნავს გარდა აღნიშნულებისა ამბიციას. კონკრეტულ ამბიციას არ გულისხმობთ, გულისხმობ ამბიციას, რომ ის კრიტიკული უნარებია შემოყალიბდა და კრიტიკული აზროვნება იყოს არაც კონკრეტული ადამიანების ჯგუფის პრობლემა, არამედ ნორმა. და კიდევ absoliutat მნიშვნელოვანია ამბიციას, რომ იმის მიუხედავად ადამიანთა არასდროს ცხოვრება, არამედ შექმნა ის გარემო, რომელიც ჩვენს გაძლიერებს. და ამ განვითარებაში ხელს გიწყობს, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად იმის მიუხედავად ვითარდებით საქართველოში უნივერსიტეტი და გარემოს გვაქვს და ეს არის ახლა ვიდეო სერვიანი ექსპერტების სამზადებელი და ეს არის უბრალოდ სერვიანი, როდესაც მიუხედავად შენი გარემოსა ვითარდები და არ გიწყობს ხელს ეს გარემო მუდმივად. Shelley is a program of the journalism და ქართულ არჩევანად ჰქონდა და ეს არჩევანი პოზიტიურად საქართველოში ჩამოსულიყავ და დარჩენილიყავი. ჩემს თავში ასეც უბრალოდ არ იყო, ჩემს თავში იყო ის, რომ დასავლური შესაძლებლობა გამოყენებინა საქართველოს პარტიის გარეთ, თუ ჩამოსულიყავ საქართველოში და იგივე შესაძლებლობა გამოყენებინა იმაში. და ეს შესაძლებლობა თქო ჩამოვედი დიდი ფარგლია. იმიტომ რომ უკვე ვიცოდი, რომ იყო სივრცე, სადაც შემოძლო მაგარი ხარისხის პროგრამები და მუშავა და ქართულ აკადემიურ სივრცეში გამეძლიერებინა თუ შემოძლებოდა, თუ შემოძლებოდა კიდევ მეტი ესწავლოდა და მეგოძიერებინა ეს სივრცე. ამიტომ, როდესაც ამ პროგრამების ახლობაზე ზოგადად უნივერსიტეტის სოციალური არის საუბარი და ჩვენთვის სწორედ ამაზე არის საუბარი, თუ ეს სივრცეები აღარ იქნება, თუ აღარ იქნება სივრცეები ადამიანებს, რომელსაც უკვე აქ ჩამოყალიბებული კრიტიკული და ის ანალიტიკა სხვადასხვა ის ადამიანი, რომელსაც კომპრომისი არ შეუძლებს, რომ იმედურებებს და თვითონ გასაგებია ხავიზების და ზოგადად ეგრე. იმ ადამიანებს, რომლებიც სოციალური და ამბიციურები არიან, თუ ეს სივრცე არ იქნება, რომელიც სივრცე იქნება სხვა. ეს არის ყველაზე მეტი განსხვავებული და მეტი სულხური, რაც მაქვს ნაცვლად გარდა იმ დანაკარგისა და დანაკარგისას ყველა გამოსწით უკვე ამ პროცესებში. რადგან შემდეგაც იდეაში გამოვიდი განათლების სფეროში სხვადასხვა ფორმალური პროგრამები შექმნა და რაღაც ჩამოყალიბდა ჩემს სიკრეტში გამოვიდება რომ ჩემ პატარებები და მშობლები შემდეგი ჩამოყალიბდა საჩავარ. სადაც ჩავარდა უწევდას. ძალიან მოვიფიქრებად ყოველგვარად აღსაგაბათების არგუმენტების გარეშე ვფიქრობ იდეაში ავსებად. და ასე ხომ ასეთი სიტუაცია არის არის იმიტომ რომ ერთ კონკრეტულ მიმართულებას შეგვიძლია ერთ კონკრეტულ ლექტორს ან პროფესორს შეგვიძლია გარემოს, რომელსაც ფინალად პროვადესწავლებელი ის და გარემოს, რომელიც ჩანსარი და უსაფრთხოა ეს ამ ხარისხზე რომლებიც შეგვიძლია სამედიცინო საქართველოში და როგორი მარტივად შეიძლება განელა მოხდინო ამ გორებაზე. ახლა წასვლები ხდება საჩავარო აღარ შეიძლება. აღარ შეიძლება, რომ აქ ჩემ თანამართლები ყოველთვის მნიშვნელოვანია, უნივერსიტეტთან მართლები ყოველთვის მნიშვნელოვანია და ამბებთან მართლები ყოველთვის მნიშვნელოვანია. და იმიტომ რომ ვიცი, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რაც ეხლა ხდება, ვიცოდი რომ შემოგვიყვება და ამანაც ვერეუბნები იმჩექს, რომ წარიდა სხვა ქვეყანაში ჩავარე ბაკალავრიატს, იმიტომ რომ ჩემი გამოცდილება აღარ ვიცი რა იქნება მოსაბუნებელი თავიდან სწორად აღიდგა. და ეს არის ძალიან დიდი ეს არის პასუხი მხოლოდ ერთი ადამიანზე, ჩემთვის ეს არის პასუხი ქვეყნის მომავალი ინტელექტუალური რესურსზე, რომ როგორ ინტელექტუალურ გარემოს ჩამოყალიბებთ ჩვენი ჯერი როცა იქნება, მაშინ ვის ვასწავლოთ ჩვენი ჯერი როცა იქნება, მაშინ და განსაკუთრებით ვერეუბნები და იმიტომ რომ ეს მათთან ვერ ვზავ თავს მართლად ამ ბავშვებთან, ჯერ კიდევ ბავშვებთან, იმიტომ რომ მიუხედავად ამ ყოველისა, იაში ჯერ კიდევ ტარდება ისეთი კვლევები, სადაც შეუდარებელი ცოდნა იქნება სოფლიო მასშტაბით და ამ შეუდარებელი ცოდნის ნაწილის უნდა იყო ის როგორც მინდა რომ ამ განზადდა სულთაში ზოგადად ეგრეთ არისაც ცოტათი მოშორდნენ და მე რომ მე სწორედ ესეთი კვლევის ნაწილი დღეს და ისეთ რაღაცებს ვიკვლევ, რომელსაც არასდროს არ მეგონა თუ საქართველოში არის შესაძლებლობა ეხლა როცა იქნება როგორც ახლა აქ და ეხლა ვიკვლევ აი თავად თამაში და თავად უნივერსიტეტთან
ადამიანის ვირსების კონცეფცია, მაგალითად, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საქართველოში ქართულ იდენტობას და ამ მეცნიერების საერთაშორისო მერქანიდან ნეოსოციალიზმის სოციალიზმის ავტორების ქართულ მოძრაობებს შეკითხულობ, თანამედროვეობისა და თანამშრომლობისა, რომ ზუსტად იგივე გზასკარდია, როდესაც ჩვენ ახლა გავდივართ და ზუსტად იგივე ასეთი ფიქრობენ ენერგიულად და ელავე, რაც ეს ჩვენ ენერგიულად და და გვარის და question is such a question. Ერთი მხრივ იმედის ვუწევთ, იმიტომ რომ ეს თურმე როგორც ჩვენ ვიწავლეთ და შემდეგ გამიმყარა ის ფიქრი, რომ ამ განვითარების სივრცეს არ მაგაცებს აქვს სივრცე შეიძლება, სადაც არ დაიყო ეს სივრცე ამ ადამიანებს როგორც ჩვენ ვართ, რაც გაერთიანებს ეს პირობებს გარკვეულს გვაქვს ეს სივრცე, უბრალოდ არ მოჩა ეს პროცესი, რომ გასაცავი არ იყოს ეს სივრცე. მაგრამ არის ველოდებით, რომ მოგვცეს ეს სივრცე და ასარასდროს წავიდეთ ეს სივრცე ჩვენია და არსებობს და გვაქვს. მოთხოვნა ვიწევს მომივარ და ერთ-ერთი რაც ამ გასწრებს უამკაცება ვარ და ერთ-ერთი ადამიანი რომელიც ზუსტად თვითონ შემიძლია ფიქრობს ხოლმე ამ პროცესში არის გეოგრაფია და ჯერიდან სასწავლო წერეს ციფრები როგორც ფოტოშოპის თავისი ეთიკა საერთოდ და მე ამ ვიწოდე ეს ადამიანების საერთოდ სოდი და ეს არის სკოლაში დაესწავლები და ამერიკის ნაციონალურ კონსერვატორიაში ჩვენი პარტნიორ სწავლობდი რაც კონკრეტულ სპეციფიკურ სკოლაში და კოლეჯში ამერიკის ეს უნდა იყოს ჩვენი ყველა ქართველისთვის ისეთი ცნობილი სახელები როგორც არის ილია ჭავჭავაძე და როგორც პანჯერიანი და ნიკოლი მოლტერი და ასე შემდეგ. და გეოგრაფიული თავისი კურსები შესაძლოა ვიხარო უდიდესი ცნობილი სიკეთე თვით ცხოვრება და მუდმივად ცხოვრების ცხოვრებისა რომელიც იმიტაცია და რაც ცნობილი მის დაწესებას. თუ ეს სიმართლე არის და სიმართლე როგორც სიმართლეში ჩვენ ცხოვრობთ ყოველდღიურად მაშინ ამ სიცოცხლის ინტერპრეტაციის შესაძლებლობა და განვითარება არის ჩვენი როლი. იგივეს უნივერსიტეტის როლი და მართლაც არის შევადარებ ეს ძალიან ბევრი გარკვეული შეხედვა ერთსა ასეთი შემგავსებით ამ როლში მართლაც არის შევადარებ უნივერსიტეტს და ვერანის ზედმეტობი კათოლიკოს უნივერსიტეტს. ეს მართლაც შემგავსება რომელიც რაღაცნაირად საკუთრებული გამოცდილება ეს უნივერსიტეტის არის შრომური გამოცდილება ეს პროექტის არის ერთი შრომური გამოცდილება. მაგრამ როდესაც უნივერსიტეტის კაცები, როგორც კაცები, ნახავ არ არის კერნისის შრომური გამოცდილება და ეს პრივილეგირებული გამოცდილება და ეს პრივილეგირებული მედია კონცერტ არ ჩემს უნივერსიტეტის არის კარგოცოსაც რეგულარულად არ მეგობრებო ფაქტს მომწონს იმიტომ რომ ერთხელ გაწოდო მიიღო ეს ჯაი ცოტა სიმღერების ალბომი და საერთაშორისო ორგანიზაციის განვითარება არ არის ფილოსოფიაში ჩავაბარე იდეა შესრულებია αλλά როცა ეს რეალია შესაბამისად ასეთი სივრცის შემცირება ჩემთვის არის ასოციაციების შეშურება ეს ასოციაციობა თავიდან ჩამოწევზე ამ მეცნიერების სახელმწიფოების არის შეშურება არის და რეალურად იქფარგას არა ისე დაუნდაკას იდეასთან ამავე პროგრამისთვის იბრძოლოს ჩვენ უნდა გავაკეთოთ ამ ბრძოლაში არამედ იქფარგ უფრო მეტად დიდი და უფრო მეტად ფილებული არის ის რომ არის საზოგადოება უნდა რომ იყოს და სად არის ამ საზოგადოებაში ჩვენ ერთად და რაც მე ჩემგან ძალიან მადლობა ის რომ ჩემთვის ეს იქაობა გასაგებია ამიტომ არ შეიძლება დაფიქრება ჩემი დილი იაში არის და ის საზოგადოება ეს ის მადლობა მინდა მოგლე კომენტარი გავაკეთო იმაზე, რაც ქალბატონმა თამარმა ბრძანა საბჭოთა კავშირში ან რუსეთის იმპერიაში მოქრობაზე ინტელექტუალური განვითარების მიმართ მათ ყოფილ კოლონიებში. იმიტომ რომ გარკვეული გამოცდილება გამაშინია, მე ვიყავი რუსეთში ასპირანტურაში 1982 წლიდან 95-მდე 16-ში დავიცავი და ვაკვირდებოდი, როგორი ურთიერთობა იყო იქაურ მეცნიერებს შორის, ეს იყო სვერდლოვსკი, დღევანდელი ეკატერინბურგი, ეკოლოგიის და ევოლუციის ინსტიტუტი და ესე იგი
რეგულარულად იქ იყო საკმაოდ კარგი სამეცნიერო საზოგადოება, რა თქმა უნდა, იმ ფარგლებში, რომელიც შეიძლება ყოფილიყო, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი დახურული სივრცე, ყველა ახალი ნაშრომი ქვეყნდება მხოლოდ რუსულად და შესაბამისად უცნობი არის უცხოელები მეცნიერებისთვის, მაგრამ ამავე დროს იყო ერთი კატეგორია ადამიანების, რომლებიც ჩამოდიოდა იქ დისერტაციის დასაცავად. ეს იყო ძირითადად ხალხი შუა აზიის რესპუბლიკებიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, კიდევ კარგი საქართველოდან არ შეუძლებია. ძირითადად გარკვეული ბიუროკრატები, რომლებიც იქ, ასე ვთქვათ, იძენდნენ თავის საკანდიდატო ხარისხს. მე მახსოვს, როგორ იყო ეს ყველაფერი აწყობილი. იძენდნენ თუ ყვიდულობდნენ? აი, ესე იგი, ეს იყო გარკვეული ბიზნესი, ესე იგი, ერთი მხრივ ეს იყო პოლიტიკა, იმიტომ რომ თვითონ ინსტიტუტის დირექტორი ამბობდა, რომ ჩვენ ამას უნდა დავასრულებინოთ, იმიტომ რომ ადამიანი გჭირდება დუშანბეში იმისთვის, რომ ჩვენ გამივიდეთ და გქონდეს ჩავიდეთ და შესაბამისად გქონდეს ლოგისტიკა უზრუნველყოფილი და ამავე დროს იყო ბიზნესი, იმიტომ რომ ახალგაზრდა მეცნიერების ვერლოსკიდან თვითონ არა რეგულარულად იჭნენ და უწევდნენ დისერტაციას ამ ადამიანებს, რომელიც მერე იცვლებოდა და რომელიც ესე იგი ხდებოდა რაღაც მათი კარიერისთვის გარკვეული ნაბიჯი. მე ამცა ეს ყველაფერი უბრალოდ იმიტომ რომ როგორც ორენოვან ადამიანს ესე იგი რაღაცნაირად უფრო თავისიანად აღიქვამდნენ. საფიანი არ იყო. საფიანი არ იყო. ხო, საფიანი არ იყო თვითონ ქალაქით. რაც გავაკეთე და სხვა შორის მოდიოდნენ ჩემთან და თხოვდნენ აი ამას ხო არ დავწერთ დისერტაციას. ხო და ნუ ეს არის ძალიან ესეთი ტრადიციული და მე ვფიქრობ ძალიან ფართოდ გავრცელებული და მე შიგნიდან მქონდა პრივილეგია რომ დამკვირვებოდი ესე იგი რა ურთიერთობა არის და როგორ უყურებენ თვითონ ადგილობრივი მეცნიერები აი ამ ჩამოსულ კოლონიალურ ასე ვთქვათ მომავალ მეცნიერებს, რომლებიც მერე იკავებდნენ კათედრებს უნივერსიტეტებში, დირექტორების, ინსტიტუტის დირექტორების ადგილებს და ასე შემდეგ და შესაბამისად, როგორც მე ვარაუდობ, უჭირდნენ განვითარების შესაძლებლობას ყველა ადგილობრივ ახალგაზრდა ადამიანს. რაც ეხება ესე იგი გადავინაცვლოთ უფრო გვიანდელ დროში და ვთქვათ არსებობდა ზოოლოგიაში, ეხლაც არსებობს ესეთი ზოოლოგიის ინსტიტუტი ლენინგრადში, პეტერბურგში. და იქაც, ესე იგი, ძალიან ძლიერი ზეწოლა იყო, სადაც 2000 სიარნების შუამდე, რომ ისინი წარადგენდნენ თვითონ თავის თავს როგორც ექსკლუზიურ ოსაბჭოურ სივრცეში ინსტიტუტს, რომელსაც ხელი უწვდება მთელ აი ამ ოსაბჭოურ სივრცეს. ესე იგი, რაღაცნაირად მოხერხდა ამ ტენდენციის გარდატეხა მხოლოდ უკვე გვიანდელ 2000-იანებში. ეს შემიძლია ვთქვა და იმედი არის, რომ ჩვენ აი იმ სქემას, როდესაც ჩვენი ახალგაზრდები ან არ ვიცი, ადამიანები დასაქმებული ინტელექტუალურ სფეროში ივლიან ისევ სადღაც მათ მიანიჭებენ ესე იგი მათ რაღაც გარკვეულ ქალს და ისინი იქნებიან ისინი დაიხრობენ გარკვეულ ცოდნის სფეროებს და ხელშეუშვიან ამ სფეროების განვითარებას. და მათ ქეთითნაირები უშლიან ხელს. როგორ გახდა შესაძლებელი იყო და ის და როგორ განისაზღვრება რომ მომავალი ამას აქვს რაც არ უნდა და ეს მოხდა იმიტომ რომ სამი თაობა არსებობდა რა იყო ხო უყურენ ადამიანები
ვინც რაღაცა დროის განმავლობაში დასრულებული იყვნენ აკადემიურ სფეროდან და მობრუნდნენ ცოტა ჟური იდეებით, რომ გაეკეთებინათ რაღაცა. და ოღონდ ამას რეფორმას დახვდა არა გასაგებია, რომ მაშინაც იყო რევოლუცია და უყოფილება და ასე შემდეგ, ოღონდ მათ დახვდათ ადამიანები აკადემიური წრიდან, რომლებიც მიუხედავად 90-იანი წლების, მიუხედავად იმ საბჭოთა გამოცდილებისა, იყვნენ მართლმადიდებლად სხვა. მაგალითად, მახსოვს რეზო არ არის დღეს მასაკიშვილიდან, როდესაც უწევთ ამ რეფორმას, მან თქვა, რომ არა რაღაც ახალი უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ აი ტოტალურ კორუფციაში ვერ ვიყავი შეურაცხყოფილი. შეურაცხყოფილი ძალიან ბევრი ადამიანი, ხო? და როდესაც სტუდენტი მოდიოდა, მას სადღაც გადახდილი მქონდა ფული, ან ჩახსოვილი იყო, მოდიოდა უნივერსიტეტში, ის შემოდიოდა პროფესორთან და მას მოგეუბნა, რომ ყველა ასეთია. და ეს სადღაც სემესტრის შუაში იგებდა, რომ მე ან სხვა ცებრიდან სხვანაირად, ხო? და ეს თვალები, სტუდენტების თვალები, რომლებიც შემოდიოდნენ და შემდეგ უნივერსიტეტში და უყურებდნენ პროფესორს, რომელიც იყო უხირს. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყო თაობა, რაღაცა შეიძლება დავაყოთ ამას ორდენი, ხო, რომლებისთვისაც მართლა ეს რაღაცა რელიგიური წამსი იყო, ისე რომ ეყოფილიყვნენ სხვანაირად. საბჭოთა დროსაც და 90-იანებში, ხო? და ამ ადამიანებმა გაიჭირეს და იცოდნენ, რომ უნდა გაკეთებული იყოს სხვა. ეს იყო ერთი თაობა. მეორე იყვნენ ცოტა გიჟები, რომელსაც პროფესორ სხვანაირი უნივერსიტეტიდან გავაკეთოთ, მოგვიდნენ უნივერსიტეტში, ხო? და აქ დღეს უბრალოდ იმიტომ ამას რომ არის მესამე თაობა, შენი სტუდენტების თაობა, რომელთანაც ვიზრდებოდით, ხო? გავისწავლეთ. და აქაც არის ბაკალავრები დღეს რაღაცებს გაზრდაც კი ძნელია, მაგისტრანტები და დოქტორანტები და უკვე პროფესორები, ხო? ეს თაობა. ამიტომ დღეს რაც აღარ გააკეთებენ ძალიან ბევრი შეიძლება ამნ ამას, მაგრამ ვერაფერს უსმენ არ მოაქვს. ეს არის ამშვენი სწორედ ამიტომ მიგონოს პროექტი ფაქტობრივად არის დაუკარგლებელი. უბრალოდ ისე უნდა ვქნათ, რომ ეს არ იყოს ზიანი, არ იყოს დიდი, ხო და ხო უნივერსიტეტს აქვს ბევრი პრობლემები იქნება, ბევრი იქნება დღეს ოღონდ ყველაზე უკეთესებურად, აი იქნება თაობა, რომელიც სხვა უნივერსიტეტში სწავლობდა, შეიძლება ის რაღაც მომენტში ისინი იყვნენ წინ, ჩვენ ასე შემდეგ, ეს იქნება ცხოვრება. რთული, მაგრამ ცხოვრება და საერთოდ ვიშაკრებ, რომ საერთოდ ლიონის უნივერსიტეტი იყოს რაღაცა იდეალი, რომელიც რაღაც კერატის აკადემიის სწავლით რაიქნებოდა, რა იყო, იმის მომავალი და იქნებოდა რაღაც ზეციური საქართველოს. ანუ ყველაფერი კარგად იქნება, რომ არსებობენ ჩვენი სტუდენტები, რა სტუდენტები, ჩვენი კოლექტივი, რომელთან ერთადაც ასე ვთქვათ, და რომლებიც გააკეთებენ იმასაც გასაკეთებელი, ხო? და ამასე ისინი ანუ ამის მოწინააღმდეგეები ვერაფერს ვერ უზამენ. ძალიან დიდი მადლობა. ორივე მოსწრება ძალიან საინტერესო იყო და ესეთი ასოციაციები წარმოვიდგინე. პრინციპში აი დღევანდელი განათლების რეფორმა, რომლის мотивациას ადვილად შეგვიძლია ასე ვთქვათ, დავინახოთ, გავარჩიოთ.
და ის ფონზე რაც თქვი რომ მართლაც ეს იმერიული პოლიტიკა რომ აქ არ იყოს განათლება ხელმისაწვდომი ხო ვიხსენებ იმას რომ საბჭოთა კავშირიდან მოვდივარ ჩემი თაობა საბჭოთა კავშირიდან ხო და სწავლობდი საბჭოთა სახელმწიფოები სადაც ანექსია და რეგულარიზაცია იყო გასაბჭოება ეფემიზმი სადაც იყო ჩასწავლილი წმენა რომ საბჭოთა კავშირში ყველაფერი იყო საუკეთესო ანუ ეს იყო ძირითადი ასე ვთქვათ გზავნილი რომელსაც წვირში ვიჭერავდნენ ჩამოჩერებით რომ ყველაფერი საუკეთესო და ისე აი საბჭოთა დაშორებაზე დაშენდა ეს ნაკლების რეფორმა რომ უნდა დავბრუნდეთ საუკეთესოზე ანუ საბჭოთა ნიშნულზე ხო აი ეს არის ფაქტიურად ის მითი რომელზედაც ეხლა დააშენეს ეს ნაკლების რეფორმა და იმდენად შეთაობას ეს მითი ჩაჭედილი აქვს და ბევრი რამე არასწორად აქვს სამწუხაროდ ნასწავლი ამიტომ ადვილად იჯერებს ამას რომ საუკეთესო იყო აი სანამ საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა მე მგონია რომ აი ეს მითი არის დასამგრელი და მე მახსოვს თუმცა ძალიან რთული იყო ძალიან დიდი რეზისტენტობა მოყვა მაგალითად მახსოვს რომ ერთხელ დავწერე ბლოგი შევეცადე დემონსტრაცია დამოკიდებული და ბედნიერი ბავშვობის მიზეზი და თბილისის იბერის მიზეზი ვამბობდი რომ არ მოხდა ბედნიერი ბავშვობა იმიტომ რომ ბევრი უსამართლობას მოსწრებდა სკოლაში სწორედ სკოლის გარემოში ძალიან მორალური სტრესი ბევრი იყო და მახსოვს ჩემი კლასელები როგორ აღშფოთდნენ რომ როგორ აგობთ ჩვენ სკოლაზე სწრაფად წერდა კი ვამბობ მე მახსოვს რომ ეხლა ეს რეფორმა მოხდა და მივხვდი რომ ხელმისაწვდომობა სამცირებელია რომ ისე კორუფციისთვის ასე ვთქვათ ლიობი დატოვა იმიტომ რომ თუ 31,000 იყოს აბიტურიენტი და 4,000-მდე აბიტურიენტი ჩამოყრებას დასაგებია რომ ისე დაინერგება ის მიხრი ჩამარებაზე და რასაც საბჭოთა კავშირში ეძახდნენ კრულგავაია პარუკა ანუ კორუფცია ხო ყველა რომ ერთმანეთს აჭრავს და ესეც წრემანიერი იკრება და როცა დავწერე რომ ეს მიხრები არსებობდა მახსოვს ჩემი კარგი კოლეგები მედიკოსები ისინი ესე ჩვენ ჩავაბარეთ კორუფციის გარეშე მიბატონო მე ჩავაბარეთ ჩემი იმიტიუნარები მაგრამ როგორ იყო მოდა ხალხი პარცელებული როგორ ანუ ძალიან დიდი რეზისტენტობა წარსულის ესეთი პრობლემების აღიარებისა და ამაზე ხდება დაშენება აი ამ განათლების რეფორმის კონცეფციისა ფაქტიურად და დაბრუნებისა აი საბჭოთა ნიშნულისკენ ხო და ალბათ ეს მითი არის დასანგრელი ხო თუმცა ძალიან დიდი რეზისტენტობა არის ძალიან დიდი რეზისტენტობის მქონე ადამიანებისგანაც კი იმიტომ რომ ეგრევე ესე იგი თავის ერთი მაგალითი ცდილობენ რომ მოარყონ ის რეალობა რაც ხდებოდა მადლობა გეთანხმებით ასწავლეთ რომ მე ცოტა უფრო ძიმფერებში ხედავ კიდე ამას იმიტომ რომ ის საბჭოთა სინამდვილეში დავუშვათ რაღაცა არჩევანი თუნდაც თბილისის დონეზე არსებობდა ხო მაღალი სასწავლებლის მეთოდით და ეხლა რომლებიან რომ ანუ მე ისევ 2024 წლის ნათქვამს ცდილობდი რომ ორი უნივერსიტეტი უნდა საქართველოში ნუ ეს ნიშნავს რომ ფაქტობრივად არჩევანი შესაძლებლობის მინიმუმზე დაყვანას და ეს არის მართლა ეს მეფის რუსეთის დროინდელი გიმნაზია იმიტომ რომ თავისთავად ასაკობრივად თუ კი შევხედავთ ხო სამწლიანი ბაკალავრიატის პირობებში და 11-წლიანი სკოლის პირობებში ქართველი რომელიც დაამთავრებს ამ ბაკალავრიატს იქნება ზუსტად ევროპელი გიმნაზია დამთავრებული ასაკის და შესაბამისი ცოდნის და კომპეტენციების მატარებელი და ნუ მაშინ გამოდის რომ გები ზუსტად იმოცემულობაში რომ თუ გვინდა კარგი განათლება და ევროპული განათლება ის ქვეყნის გარეთ უნდა ეძებო რა მდგომარეობაში იყო მთელი მე-19 საუკუნე და მე-20 საუკუნის დასაწყისი ვიდრე სასწავლო არჩევანი და დაუშვათ საქართველოს მოსახლეობა ხო და ეს იდეა რომ საქართველოში იყოს ევროპული აზრი განათლება აკადემიური თავისუფლება ხელმისაწვდომი მართლა რაღაც ისეთი ფუნდამენტურია ესე თუ შევხედავთ აი მე ამ შემთხვევაში ამას უყურებენ მე-18 საუკუნიდან მოყოლებულ ჭრილში ანუ ანტონიდან მოყოლებულ ჭრილში იმიტომ რომ ის პროექტსაც აი ამ დიდი იდეის ნაწილად გამიგდო ზუსტად იმის გამო როგორც მას ეს ევროპელი მოაზროვნეები შემოყავს ქართულ სინამდვილეში და ცდილობს
ქართული აზრის თუ აზრწარმოების რაღაცა აზრშემოქმედების რაღაცა ღირსად აქციებს ეს ხო? ხო, ანუ ეს არის რომ ეს იდეა რომ ჩვენ საქართველოში ევროპულ იდეებზე აღვიზარდოთ არის მართლა რაღაცა თანდები ქართული სახელმწიფოებრიობისა იმ პერიოდიდან მოყოლებული და რა ვიცი, ძალიან რთულია იმ იდეასთან შეგუება, რომ დღეს როდესაც ჩვენ მართლა გამართულებით, როდესაც აი ჩვენი სტუდენტები აი ხალხსაუბრობთ ზუსტად რომ ბაკალავრიატიდან ერთი სემესტრი იყო წასული გერმანიაში რუის უნივერსიტეტში, ეს შესაძლებლობები, როცა ამ ადამიანებს უკვე განუცხადეს, უკვე იციან, რომ ეს მათი ყოველდღიურობის ნაწილი შეიძლება იყოს აი საბსოლუტურად ისე ჩაიჭრას და ეს გახდეს ისეთი ხელმისაწვდომელი, როგორც იყო მაგალითად ჩემი თაობისთვის. ჩემი თაობის შემთხვევაში გერმანიაში ამერიკელთა ძლიერი სტიპენდია მივიღეთ და ამითი ვისწავლე და დამცველია გერმანიაში, მაგრამ ჩვენ წავედით წელიწადში კონკურსში 3 ადგილი იყო და მე როცა მონაწილეობდი, იმ დროს ერთი დაამატა 4 ადამიანი წავედით მთელი საქართველოდან სადოქტორო დისერტაციის დასაცავად გერმანიაში და ეხლა წარმოგიდგენთ რამდენი ადამიანისთვის არის ეს ხელმისაწვდომი და ერთეული და ხო ასეულებისთვის არის შესაძლებელი ეს ნეუროლოგიური გამოცდილება. აი ამ და მართლა ძალიან მიჩნდა დავაჯერო რომ აი ეს ჩვენი საუბრობთ რომ შეიძლება რკინის ფარდა ისე ჩამოეშვას ჩვენ საზღვრებთან და რაღაცა ჩავიკეტოთ ისე როგორც ჩაიკეტა აი ის თაობა რომელმაც 10-იან 20-იან წლებში მიიღო ეს ევროპული განათლება მოსეკოვი პერიოდზე რომელიც მერე უკვე მსოფლიო ომის გერმანიის აკეთად გამოაცხადეს გუბაში გადაასახლეს და იქ მოხვდა ხო ანუ რაღაცა ძალიან ცუდად მოვისაგვარი ასოციაციები იმიტომ რომ სამოცდილება არსებობს აგენტებად ფაქტიურად გამოაცხადეს სანგანისტება არ ვიცი მე ვიტყოდი რომ ის მონაპოვარი რომელიც აქვს ქართულ აკადემიურ სივრცეს მართლა ის ვარ სტუდენტები კურსდამთავრებული ვინც ვიცი და გამოცდილებაში გვაქვს ეს რას ნიშნავს და რას მივაღწიეთ ჩვენ და შესაძლებლობებია არ გვაქვს უბრალოდ ის დავთვალოთ მადლობა მოსანებას კეთის სიმღერა მართლაც ჩვენი სტუდენტების ყველაზე ძიმებსაც ძალიან მიხარია თქვენ თქვენ გაიწყოს სწავლთან ადრეული მოდერნობის შესწავლა, იმიტომ რომ ის არის ყველაზე ცუდად შესწავლილი საქართველოში სულაც მასენებს ერთხელ აშკოთებული რომში რომ აი ბიაბიაზე 225 წლის ხელმისაწვდომი ყვავდა პოზიციაზე და იმაზე რაღაცა ლიგოს ისინი გადაფარებული ჯინე და იძნენ ისინი და რა ასე რატო ექცევთ ამას და არა სადარი ეს ანტიკა აი მე ნახე 225 სტატუს ეგ აცვენია სადაც ექცევთ ჩვენთან საფუძველს აი ძველი ომეთუნ მეცხრე მაგალითად თელავის ფილოსოფიის სკოლა, რომელიც არის ადრეული მოდერნობის ვარსკვლავი მართლა მთელ აღმოსავლეთ ევროპაში საერთოდ არ შესწავლა. აი ერთი მხარით აი მასაჩუსეტსის გამოცემას კი არ არის, რომელიც ამ სკოლის გამოცემასაც არის. ეს არის მეტროდისების ჰუმანიზმის და განათლების აი აქტივი. ძალიან ხარია თქვენ ამას სწავლობთ. მე გიშლებ ხოლმე რომ აი თან შეიძლება გაკეთოთ ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთმა წერმა რომ გამოეცით ეს ტექსტები ქადაგებები ხო რას ქადაგებდნენ ის კათოლიკები და ეს არც იყო არჩეული მინიატური იყო დიდი ნაციონალური ეკლესიის და არაფერი არ არებოდა გარდანისა აპრუნდა ესენებიდა და როგორ არჩევდნენ ის კათოლიკური ეკლესიის ეკუთვნოდათ მართლა მიჩნდა და თან შეისწავლა რასაც ციტირებს ეს ბერნარდინ მანიან და ეს არის მაგალითად არის ალბერტ დიდის სამგვერდნახევრიანი მოყავს მთლიანი რაც ნიშნავს იმას რომ ან რომელი მეცხრე საუკუნის ჰუმანისტის და იქ რა ვიცი
სახარის ციტატები შეიძლება ლათინურენზე დაასრულოთ და ისე მოყავდა, მაგრამ ალბერტ დიდის სამგვერდია ციტატა ზედმეტად არ ემახსოვრება, ან მასის ბიბლიოთეკა ჰქონდა. ეს გარემო არსებობდა იქ და დავით არისტოტელეს ჩვენთან არ თარგმნილი ის რაი კატეგორიას სხვანაირი აი არცნობს იმ სხვა თარგმანებს როგორ არცნობს აქ ძალიან მნიშვნელოვანი მართლა ამ გარემოს შესწავლა და ის რომ ყოველთვის მე როგორ ხდება ამის აღწერა ის ამ საუკუნეში არ უყურებ ამ წერტილს ისინი არ ლაპარაკობენ ისე რომ მათ ეს პირველად შემოვა ისინი ამბობენ რომ ეს არის ჩვენი ტრადიცია და ამაში მართლა გულისხმობა ეს თელავის ძალიან საინტერესო ტრადიცია რომელიც მართლა არ არის განუყოფელი და დამიხარია თუ ამას ჩვენ სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას ამაში რომ უმამრავი რაღაცა მართლა შესაძლოა ქეთის რაც შეეხება აი ემოციურად კიდეც ყოველთვის განსაკუთრებით ხულიანს მოსმენა რაც ყველაზე მთავარია ეს თაობა უკვე არსებობს და ეს სივრცეც შედგა ხო სივრცე რომელშიც ადამიანმა უკვე იპოვეს თავიანთი ადგილი და როგორც კონკრეტულად თქვა ეს სივრცე არსებობს და ამას მე ვაკეთებ მაგალითად შეიძლება ამის დაცვა როცა არსებობს ასეთი დამოკიდებულება იმ სივრცეს იცამენ კიდევაც და გასაგებია რომ ყველაზე მეტად სწორედ ქეთის თაობა და ყველაზე კმედითად ჩვენზე უფრო მეტად სწორედ ქეთის თაობა გაიცას ამას და ძალიან მადლობა მას გასაგებია აი აქ საინტერესო არის ის რომ თვითონ აი ეს არისტოტელეს ტექსტებისადმი ინტერესი მეჩვენებს საუკუნეში ჩვენთან და ეს ინტერესი ეს რაღაც რეგიონული ინტერესის ნაწილია იმიტომ რომ ბალკანეთის ქვეყნებშიც აღმოსავლეთ ევროპაში ავიზუსპირეთი ამ დროს იწოდა ეს არისტოტელიზმის აყვავება შეიძლება ესე დავარქვა მეჩვენებს საუკუნეში იწოდნენ იქაც ინტენსიურად არისტოტელეს თეორიული ფილოსოფიის ნაშრომების თარგმნას და აი აქ არის ძალიან საინტერესო რასაც აკეთებს ანტონი და გამორჩა ამას ფსიქოლოგიურად გამოსვლა რომ ის ფაქტიურად თავის პეკალში აკეთებს ერთ შეჯამებას არისტოტელის თეორიული ფილოსოფიის ყველა ნაშრომისა მოყარდა მეტაფიზიკის ანუ მეტაფიზიკის პრობლემებიდან რაც მეტაფიზიკაში დღესდღეობით ჩვენ პროფესორებს ყველაზე უბრალოდ ნაშრომს ხოლმე ფილოსოფიაში უფრო ბევრი არის მასე ვთქვათ რაღაც ბევრი ელემენტი თუ შეიძლება ვიდრე არისტოტელის ტექსტს ამ პრობლემებიდან რომელიც იქ არის განხილული ანტონი ძალიან გაუკეთებია მხოლოდ 4 მიზეზის თეორიას ის ძალიან გაუკეთებია ახსენებს რომ ეს 4 მიზეზი ამგვარად შეიძლება განვასხვაოთ და მეტი არც ერთი საკითხს არ ეხება და მიზეზი ამისი ალბათ და ეს ჩემი ვარაუდი უნდა იყოს ის რომ მეტაფიზიკიდან გამომდინარე ფილოსოფიური პრობლემების გამო რომელიც თავისუფლად პარიზში იყო და პარიზის უნივერსიტეტში ძალიან პოპულარული ტექსტი და ამ კომენტირებიდან წამოვიდა ავეროიზმი ანუ ავეროესის მიერ კომენტირებული მეტაფიზიკის ინტერპრეტაციები რომელიც ძალიან პოპულარული იყო მესამე საუკუნის პარიზის უნივერსიტეტში ის დაიგმო 1877 წელს ნიკოლე ეპისკოპოსის ედვინ ტემპიერის მიერ და როგორც ჩანს ეს ინფორმაცია რომ მეტაფიზიკის ტექსტი შეიცავს პრობლემურ თეზებს ქრისტიანობისთვის ესე ვთქვათ არსებობს ის იმიტომ რომ ავიღოთ ჩვენ თუნდაც აი ამ ბალკანეთის სივრცეს თუ ავიღოთ ჩვენ ანტონის ტექსტს ისინი მეტაფიზიკას არ განიხილავენ ეს ლიტერატურულად მეტაფიზიკა პრობლემური იყო ქრისტიანობისთვის ბევრი თვალსაზრისით ხო იმიტომ რომ იქ არ არის მნიშვნელოვანი სულისუნებაზე საუბარი იქ არ არის სამყაროს შესაქმეზე და დასაზღვრება საუბარი სამყარო მარადიული ეთერით ანუ ძალიან დაუვარგლია ესე ვთქვათ რაღაც ქრისტიანული კოსმოლოგიის სურათიდან და ამიტომაც იყო რატომაც დაიგმო ასე ვთქვათ
ალბათ 2037 წელს პარიზის უნივერსიტეტში ეს ავერისტები. Სოციალისტ თომა ფინანსაც ქონდა ინვესტიციის პროცესთან დაკავშირებით ის ავერისტში იყო პროდუქტული და მან მოახერხა რომ თავისი თეზები დაეწყო ესრება ემართებით. ხოდა როგორც ჩანს ეს კულტურული დიალოგი შეიძლება ჩვენ სივრცესა და ევროპულ სივრცეზე ქალგამოსილებას შორის რაღაცნაირად არსებობს იმპოზიცია, რომ მათ იციან, ანუ ჩვენთან იციან ვთქვათ ევროპული გამოცდილება და იქიდან რა იყო ისე რომ ეს უსაფრთხოებო ძალაუფლება კრიტიკა მომთესთან იმართებაში ამისი დაუსწრებია. კითხავთ ხომ არ არის კიდე და ძალიან სიფათი ჩავე ამიტომ ამათო შეიძლება გულაპარაკო და ასე მაგრამ ალბათ Antes no